მოგესალმებით ყველას ჩემო ძირფასო მეგობრებო, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. დღეს კატერინას სამზარეულოში ვამზადებთ უგემრიელეს ფუმფულა ნივრიან პურებს. ვისაც გაინტერესებთ, დარჩით არხზე და ერთად მოვამზადოთ. ჯამში მოვათავსოთ 750 მl თბილი წყალი. ჩავუმატოთ 1 სუფრის კორძი მშრალი საფუარი და 1 სავსე ჩაის კორძი მარილი. მოვურიოთ კარგად და ჩავაყაროთ ფქვილი. თან დავამატოთ ზეთი. ზეთი უნდა იყოს 100 ml, ჯერ ვამატებთ ნახევარს და შემდეგ დანარჩენ ნახევარს ზელვისას შევაძებთ. გადავიტანოთ ცომი სამუშაო მაგიდაზე და კარგად გადავზიოთ. თავიდან ცომი დაიწყებს ხელებზე აკვრას, მაგრამ შემდეგ დამუშავების პროცესში გახდება უფრო ელასტიური და ხელზე ისე აღარ აგვეკრობა. ნამზადი თუ გვინდა ფუმფულა გამოვიდეს, ცომი ფქვილით არ უნდა გადავტვირთოთ, არამედ უნდა გადავზილოთ ზეთში დასრულებული ხელით, რადგან ზედმეტი ფქვილი ამაგრებს ცომს, ხოლო ზეთი კი უფრო ელასტიურს ხდის. კარგად გადაზეილი ცომი მოვათავსოთ ისევ ჯამში, გადავაფაროთ ცელოფანი და 1 საათით შევდგათ ღუმელში 50 გრადუსზე ამოსაფუებლად. ამოფუებული ცომი ისევ კარგად გადავზილოთ ზეთში დასრულებული ხელით, ისევ მოვათავსოთ ჯამში, გადავაფაროთ ცელოფანი და ისევ შევდგათ ღუმელში 50 გრადუსზე ამოსაფუებლად. უკვე ორჯერ ამოფუებულ ცომს მესამედაც მსუბუქად გადავზელთ, შემდეგ დავყოფთ ცომს პატარა გუნდებად, 150 გრამიან გუნდებად დავყავი, სულ 11 ცალი გამოვიდა. საცხო ფორმას ძირში მოვსვი ცოტა ზეთი და დავალაგე მასზე ცომის გუნდები. გავაჩერე 1 საათი კიდევ ამოსაფუებლად და შემდეგ შევდგი გამოსაცხობად 200 გრადუსზე ზედაქვემდებების რეჟიმით 45 წუთი. სანამ პურები ცხება, მოვამზადოთ ზემოდან გადასასმელი სოუსი.
დაგჭირდება 7 კვილი ნიორი, 1 შეკვრა ქინძ, 9 ჩაის კოზი მარილი და 3/4 სუფრის კოზის ზეთი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაღეღილი წითელი წიწაკას საუმატოთ. ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ. მომზადებული მასა გადაუსვათ ზემოდან ცხელ-ცხელ პურებს. ვეცადოთ, რომ სოუსი ყველგან კარგად გადანაწილდეს, ღარიბშიც და გვერდებზეც. შემდეგ გადავაფაროთ ცელოფანი 10-15 წუთი, რომ პურის ზედაპირი კარგად ჩარბილდეს და გემოებიც კარგად გაუჟდეს. შემდეგ კი შეგვიძლია მივირთოთ გემრიელად. ძირფასო მეგობრებო, გამოვიდა უგემრიელის და ძალიან ფუმფულა პურები. მე წითელ ბუშტაინთან მოვამზადე, საოცრად უხდება. მოვამზადეთ თქვენც და მიირთვით გემრიელად. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, თუ მოგწონთ არხი და ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ აუცილებლად. მე კი მომავალ ვიდეომდე საუკეთესო სურვილებით და გემშვიდობებით. დროებით.